მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თევზებისთვის ნოემბრის თვე. რა ენერგიები მოდის, რა ენერგიები გვტოვებს, ძირითადი საკითხები იქნება ფინანსები, ჯანმრთელობა და პირადი ურთიერთობები. მაშ ასე ვნახოთ, როგორი იქნება თევზებისთვის ნოემბერი. რა ენერგიებში იქნებით? ძირითადი ენერგიები. ძალიან დიდი ძალა მოდის ჩემო ძვირფესებო. უზარმაზარი ძალა, რომელიც მოგცემთ საშუალებას ნახეთ მართოთ ეს ლომიც კი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი რთული სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში, ფინანსებთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, აუცილებლად გაართვით თავს, აუცილებლად მისცემთ ყველაფერს მიმართულებას, აუცილებლად დაალაგებთ ყველაფერს თაროზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი რთulis არ აქვს მნიშვნელობა, რას უკავშირდება პირად თუ ფინანსურ საკითხებს, აუცილებლად მოგაცემათ იმის ძალა და რესურსები, რომ ეს ყველაფერი კარგად მოაგვაროთ, ყველაფერს მიმართულება მისცეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვათ, მოაგვაროთ ნებისმიერი სირთულე სიტუაცია. კიდევ ერთხელ გავუნებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება. ხშირ შემთხვევაში აქ ნახეთ თევზებისთვის ნოემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. ის არჩევანი, რომელიც საკმაოდ დიდი, იმ არჩევანის წინაშე, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია გახართ, ჩემო ძვირფესებო, ნოემბერში აუცილებლად მოგიწევთ ამ არჩევანის გაკეთება. ეს არჩევანი მოიტანს საინტერესო ცვლილებებს თქვენს პირად ურთიერთობებში, აი ეს ამღვრეული ქაოტური ტალღები ნიშნავს ქაოსს ურთიერთობებში და ნახეთ რა საინტერესო ტენდენცია. თქვენი ადამიანი, რომელსაც აერჩევთ, რომელიც არჩევასაც გააკეთებთ სწორად და მართებულად, ვისთანაც არის ეს აქტუალური რასაკვირველია, თვითონ იქნება გემის კაპიტანი. ნავის კაპიტანი, ნელი ტრანსპორტია, ეს მოხდება ნელი ცვლილებებით, თუმცა ნაპირს სიცვლით ეს ამღვრეული ნაპირი მშვიდი ნაპირისკენ ინაცვლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში ნოემბერში დაწყებული ცვლილებები მოიტანს საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს, საკმაოდ საინტერესო ცვლილებებს. ეს პარალელურად მინდა აღვნიშნო აუცილებლად ფინანსური საკითხები, აქ არის სამსახურთან დაკავშირებული მოვლენები, შესაძლებელია ბევრი თქვენთაგანი გამგზავრებასაც გეგმავდეთ, აქ შესაძლებელია სამი პატარა გზა გაიაროთ, იმიტომ რომ ნახეთ რამხელა ჰორიზონტს უყურებს და ეს გაშლილი ჰორიზონტი ნახეთ როგორ ყვითელფერებშია, ცხელფერებშია, შესაძლებელია ცხელქვეყნებში გამგზავრებას აპირებდეთ სადმე გზას განიხილავდეთ, მაგრამ რაღაცა მაინც უფრო მგონია რომ სამსახურს უკავშირდება ეს გზა. სხვათა შორის გირჩევთ რომ გაიაროთ ეს გზა, იმიტომ რომ ძალიან მართებული იქნება, ძალიან საინტერესო რესურსები შემოვა, შესაძლებლობები, შანსები, ფინანსები და ასე შემდეგ. ვისაც გაქვთ გადაწყვეტილი ნოემბერში სადმე გამგზავრება სამსახურთან დაკავშირებით ვიძახი, ეს არის უფრო საზღვრების კვეთა და ეს არ არის პატარა გზა, მეგობრებო, მაშინ აუცილებლად გადადგით ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რესურსები მოაქვს ამას თქვენთვის. მაშ ეს არის ფინანსური საკითხები. ვისთანაც ახლა კიდე აქტუალურია კარიერა, ფინანსები, ნახოთ რა ხდება. ბევრი თქვენთაგან აი კრიზისულ პერიოდს გადიხართ, მაგრამ დაამთავრდება, ნახეთ, ამოტრიალებული ამოვიდა, ესე ამოვიდა არკანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გულისკენები, რაც ჰქონდათ კრიზისთან დაკავშირებით, უფრო ფინანსურ საკითხებს განვიხილავ ამ შემთხვევაში, ჩემო ძვირფესებო, გადის ეს ტკივილის ენერგია, ეს დარდის ენერგია მიდის აუცილებლად, ნახეთ, აქ თქვენ ხდებით უკვე მართველი, თქვენი ცხოვრების, თქვენი ნაბიჯების, მათ შორის ფინანსების, ჩემო ძვირფესებო, 4 სტიქიას ხელში იჭერთ და ესე მკაცრად თამამად მიდიხართ ცვლილებებისკენ, საინტერესო ცვლილებებისკენ. აქ არის ბევრი დამოკიდებულებები, სხვათა შორის არც თვისის ახარბიელო დამოკიდებულებები და აქედანაც გამოდიხართ მრავალფეროვნად შემიძლია ჩამოვთვალო დამოკიდებულებები, ნარკოტიკის ასმელი, თამაში და ასე შემდეგ. აი ეს უარყოფითი ენერგიებიც გადის, მიდის თქვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ აქ ბევრი რესურსია ჩადებული და ძალიან ბევრი იშრომეთ ამასთან დაკავშირებით, ვისთანაც ეს აქტუალურია რასაკვირველია, ნერვიულობდით, მაგრამ უკვე დრო მოვიდა, რომ ეს ცვლილებების ეტაპი დადგეს და გაიაროთ. რაც შეეხება ახლა პირად ურთიერთობებში, აქ ბევრი თქვენთაგან კონფლიქტური ენერგიაა. თითქოს განაჩენი გამოუტანეთ ურთიერთობას და საბოლოო გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ. მამაკაცი დღესდღეობით ახლა არის რაღაცა დისტანციაზე, აქ არის ხისტი ენერგია, ხმლით ხელში ნიშნავს არ მინდა, არ მომეკაროთ, რაღაცა ცივი ენერგიებია, ბევრი თქვენთაგანი დაასრულებთ ურთიერთობებს. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გაქვთ, მეუღლე, მეორე ნახევარი, საყვარელი, შეყვარებული და ასე შემდეგ. ბევრი თქვენთაგანი ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებთ. და ის ზუსტად ის არჩევანის საკითხი, რომელიც პირველი არკანიდან ამოვიღე, ორიანი თასები, როგორც სიყვარულს აღნიშნავს, ასევე არჩევანსაც. ნახეთ, ეს არჩევანიც იქნება ალბათ ის, რომ საბოლოო განაჩენი გამოუტანოთ იმ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია იმყოფებით და აქ უკვე ასრულებთ საბოლოოდ ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, გაუსაძლისია ეს ტოქსიკური ურთიერთობა უკვე ნამდვილად მიდის დასასრულისკენ. ვისთანაც არ არის აქტუალური პარტნიორი, ნახოთ თუ არის შანსი, რომ გამოჩნდეს. კი, სხვათა შორის და ეს მოხდება სუფრაზე, ინათლობა, დაბადების დღე, ქორწილი და ასე შემდეგ. აქ მესამე პირები ერევიან. თქვენი გაცნობის
ნახეთ ამ პერსპექტივებში, მაგრამ ერთი რამ ეცადეთ, მაინც დიდი სიფრთხილე გამოიჩენთ, იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანი, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია იყოს ურთიერთობაში, ან იყოს ურთიერთობაში და ცდილობდეს თქვენთან კიდევ ორ სკამზე მოკალათებას, ამიტომ აქ ცოტა ისეთი ენერგია მოდის, რა ტყუილის ენერგია მოდის და მიაქციეთ ამას ყურადღება ჩემოძვრფასება. კი ბატონო, არის შანსი იმის რომ გამოჩნდეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ნუენტობით ამ ადამიანს, იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ ჯონგლიორია ძალიან და ცდილობს ან ორ სკამზე მოკალათებას, ან ურთიერთობაში დამკვიდრებას, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. აქ ბევრ თქვენთაგანი სხვათა შორის ნოემბერში აღმოჩნდებით ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, ამასაც მიაქციეთ ყურადღება, როგორც ჩამოთვალეთ წეგან ქორწინება, ნათლობა, დაბადების დღე და ასე შემდეგ, საკმაოდ კარგად ჩაილვის ეს ყველაფერი, ძალიან ბედნიერი, დიდი სიხარულის და ბედნიერების ენერგია მოდის ჩემოძვრფასებო. რაც შეეხება კუდიანი ქალის ზეგავლენას თქვენს ცხოვრებაში, აქ ხდებოდა ვიღაცების გავლენა თქვენზე, კუდიან ქალს, ცბიერ ქალს ავღანიშნავ ხოლმე ამ შემთხვევაში, ხდებოდა ხოლმე ზეგავლენა თქვენზე და ამიტომ ჩამოკიდებული იყო ბევრი სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში და ამერწმუნეთ რომ ეს ქალი წინგრევა და მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ანუ საბოლოოდ განებებთ თავს შემოძვრფასებო და ის უარყოფითი ენერგიები, რომელიც ახდენდა ზეგავლენას თქვენზე, არაჩვეულებრივი პერსპექტივები და ტენდენციებია. ამიტომ ნახეთ, აქ ფინანსური საკითხების მოგვარების ტენდენცია, ის უარყოფითი ენერგიების ნგრევები მოდის, რაც არის თქვენზე, იქ ტოქსიკური ურთიერთობებიდან გამოდიხართ, ვინც არის ამ ურთიერთობებში, მოკლედ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია ნოემბერი. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მალე მოდის ახალი წელი და ვფიქრობ, რომ ახალი წლის დადგომამდე ეს ფუნდამენტური ცვლილებები, რომელსაც უკვე თქვენთვის აღარ მოაქვს რესურსები, პირად ურთიერთობებში სიყვარული, ბედნიერების ენერგია, ფინანსებში სამსახურში, სადაც არ გიხდიან შესაბამისად და არ განიჭებთ რაღაცა კმაყოფილების საფუძველი არ გაქვთ აგურთ, მაგრამ იქიდან წადით, აბსოლუტურად წადით, შეცვალეთ მაქსიმალურად. შესაძლებელია მტკივნეული იყოს ეს ცვლილებები, მაგრამ დამერწმუნეთ ამ არკანების მიხედვით ნოემბერში დაწყებული ცვლილებები საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და შეხვდეთ ახალი ენერგიებით, ახალი შანსებით, ახალი საშუალებებით, ახალი წლის დადგომას, იმიტომ რომ აქ რეალურად მოდის ფუნდამენტური ცვლილებები სასიკეთოდ თქვენთვის. და რა ვიცი, მინდა რომ გადადგათ. თამამად მინდა გადადგათ ეს ნაბიჯი. კარგი, მოდი ჯანმრთელობასაც გადავხედოთ 1-2 არკანით. ინტუიცია გაქვთ არაჩვეულებრივად განვითარებული ჩემოძვრფასებო, აქ ბევრ თქვენთაგანთან ურსულობის უზარმაზარი სიხარულია, ვისაც მოლოდინი აქვს საკმაოდ დიდი ხანია. ძალიან დიდი სიხარული მოდის, უზარმაზარი სიხარული ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ჩემოძვრფასებო გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ და ძალიან მიყვარხართ დროებით მომავალ შეხვედრამდე.